მოგესალმებით, ახლა უსმენდი ბლოგს რადიო თავისუფლებაზე. საინტერესო იყო ადრე როგორ ირიცხებოდნენ აბიტურიენტები უნივერსიტეტებში ეს ჩემი თაობის ხალხი ლაპარაკობს ამაზე და მართლაც ბევრი რაღაც გამახსენდა ჩვენი ამბები და ახლა მე მინდა დაახლოებით ვილაპარაკო რო შევადაროთ ჩვენი სისტემა ის ყოფილი საბჭოთა სისტემა 80-იანების ბოლო და აი თქო ამერიკაში მიღების წესები და ზოგადი სიტუაცია, ხო? ანუ ყვებიან ეს ბლოგერები რადიო თავისუფლებაში, რომ ესე იგიო, ყველა ემზადებოდაო, თითქმის ყველაო, მერე იქ რაღაცა ჩაწყობები მოდიოდაო იურიდიულზე და სამედიცინოზე განსაკუთრებით ხალხი, ზოგი ჯარში მიდიოდაო სპეციალურად მაგის იმისთვის, რომ რაღაც პრივილეგიები მიეღო და ასე შემდეგ რაღაცა რაბოჩი ფაკულტეტ, სამუშაო ფაკულტეტები იყო კიდე სტაჟის შემდეგ იყო მიღებები და 1000 რამე იყო. ხო და მაგრამ იმ სისტემაშიც კი ახლა ისეთი სპეციალობები, როგორიც იყო, თქვა, რთული სპეციალობები, საინჟინროები, მათემატიკური, ფიზიკური, ასეთი ფაკულტეტებზე, რა თქმა უნდა, შეიძლება ჩარიცხვა, თუ აი მართლა ძლიერი ბავშვი იყავი და მაგის გარდა ახლა სკოლები, მე მაგალითად რომ ახსოვს, მე ახლა პერიფერიაში ვსწავლობდი და ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებზე, ხო? და იქ ძალიან მაგარი ხელშეწყობა იყო მასწავლებლის მხრიდან. ახლა მე მახსოვს მათი მხრიდან პატივისცემაც, ყველანაირი დახმარებაც გადაყოლილი იყო ფიზიკის მასწავლებელი, მათემატიკის ყველანი რომ აი ხელს მიწყობდნენ რომ აი როგორღაც ეს რა ქვია, კარგად მე თვითონ მომდევნული ვიყავი, მაგრამ ყველანაირად ხელს მიწყობდნენ მორალურადაც და ფსიქოლოგიურადაც და ყველანაირად და ბოლოს ახლა მე როცა ჩავირიცხე ფიზიკურზე, ექსპერიმენტი იყო და ჩააბარებდი იქ ფიზიკას და მათემატიკას, მე მგონი თუ ორ მათემატიკას და ირიცხებოდი რა, მოკლედ, ანუ ქართული ენის ჩაბარება აღარ იყო საჭირო და 9 ქულა უნდა მოგეგროვებია ორი გამოცდის მერე. ანუ ეს რეალური იყო, თუ კარგად იცოდი საგანი, ის რამდენიმე ფაკულტეტზე იყო ეგრე. ეს იყო 80-იანების შუა, ეს 90-იანებისკენ უკვე. ხო და ახლა ესენი ყვებიან ამ ბლოგში, რომ ესე იგი, თუ ფინანსური დახმარება არ ქონდაო და მშობლების დახმარებაო ძნელი იყო, ვერ მომზადებოდი, რა თქმა უნდა, ასე იყო, ახლა მით უმეტეს კარგ სპეციალობებზე. მაგრამ დიდი შანსიც იყო, რომ აი თქვათ, იმის გარდა, რომ საქართველოში შეგვიძლია ჩაბარება და ესა, რუსეთში იქ ზოგიერთ ადგილებში საკმაოდ დადველი იყო და არა აუცილებლად ახლა ცუდ ინსტიტუტებში, ზოგიერთი ჩვენერი ინსტიტუტში საბარებდა და დახერხებდნენ რა, იყო რაღაც შანსები. ახლა ამერიკის სისტემაში დღეს როგორ არის? აქაც სოციალურ სტატუსს და ოჯახის რამდენად შეძლებული ოჯახი დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ კოლეჯი ძვირია, უნივერსიტეტი ძალიან ძვირია, ამას ყველა აღიარებს, ხო, ამერიკაში. უბრალოდ ახლა რა სისტემაა, მაგალითად, წამყვანი უნივერსიტეტები, Ivy League-ს რო ეძახიან, ხო, მათ აქვთ საშუალება, რომ მიიღონ არამდიდარი ოჯახიდან ბავშვები და უფასოდ ასწავლონ, ყველაფერს უხდიან. ეს ჰარვარდი, იელი, MIT ასეთი ინსტიტუტები, იმიტომ რომ მათ უნდათ რომ მოიზიდონ ეს უძველესი ბავშვები და ყველაფერს იხდიან, იმ შემთხვევაში თუ ოჯახის შემოსავალი რაღაც თანხაზე, ზოგიერთ შემთხვევაში 100,000 დოლარზე ნაკლებია წლიური და ასე შემდეგ. ანუ ამათ უწყობენ ხელს. ნუ დაახლოებით რო შევადაროთ, აი თქვათ იქ გაჭირებული და ესეთი შეუძლო ოძახიდან თუ იყო საქართველოში, თქვათ იგივე ამ ტექნიკურ სპეციალობებს საერთოდ და ბოლოს ხარისხს დაიცავდა და მიაღწევდა თავისას, მაინც ამის საშუალებები იყო. ნუ ახლა სხვა ფაკულტეტებზე უფრო რთული იყო ეს, რა თქმა უნდა. ნუ ახლა აქაც მე მგონია რომ პოლიტოლოგიაზე და ეს ფაკულტეტებზე და იურიდიულზეც ალბათ არის კავშირი თუ არა გაქვს რაღაც შეძლებული ოჯახიდან თუ არა ალბათ ძნელია. ახლა მე მაგალითად ვიცი რომ გამიგია რომ აი ზოგიერთი ამთავროს სტომატოლოგიურ, სამედიცინოს სტომატოლოგიურ სხვა ფაკულტეტებსაც და 9 მილიონი აქვს ზოგს ვალი, ან ეს ლოუნები აღებული კრედიტები და ზოგს ცოტა მეტიც და მერე იხდის 5 წელი, 7 წელი, 10 წელი. აი კაი შემოსავალი აქვს ახლა ექიმებს და ფარავენ რაღაც კარგული დროის მერე, მაგრამ ნუ ამხელა ვალის საკიდება ბევრს არ უნდა. მერე ისიც არ არის გარანტირებული, რომ გააგრძელებ თქვა ამ სპეციალობით. ამიტომ ბევრი ახლა მაგალითად მე რო ვასწავლედი ჰაისკულში უკვე რამდენი მასმენეკი გავიდა 20 წელია. ჩემი ყოფილი სტუდენტები ახლა რო უყურებ, ვინც მეგობრებში მყავს, ყველაზე ძლიერები ვინც იყო ექიმები გახდა ზოგმა დაიცვა PhD და ასე შემდეგ და უფრო ისეთი აი ვინც შეძლებული ოჯახიდან იყო, ამ თქვათ უკვე
ну აქ დამკვიდრებული და რაღაც ისინი უფრო ირჩევენ სამედიცინოს და აი ეს ახალი იმიგრანტები და შედარებით ისა უფრო საინჟინრო და ეს უფრო რთული სპეციალობებია, თან შემოსავალიც ცოტათი ნაკლებია. მათ მასწავლებლობას დიდად არავინ არ ეტანება, იმიტომ რომ შემოსავლებიც პატარაა, სტრესი მაღალია და არ არის პრესტიჟული. ხო, აი ესეთი სიტუაცია, ну, შედარება რო გავაკეთოთ.